სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა. ამინ. ეხლა ორ კითხვაზე გავცემთ პასუხს. ეს კითხვები ხშირად ისმევა და ეკლესიის სწავლება ამის შესახებ როგორ არის მინდა გადმოგვცეთ. კითხვა. ბევრს მიაჩნია, რომ აბორტი ქრისტიანისათვის დაუშვებელი მკვლელობაა. ხოლო ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებების გამოყენება, თუმცა კი არ ეწერება ქორწინების ქრისტიანულ გაგებაში, მაგრამ თანამედროვე ცხოვრების პირობების გათვალისწინებით შეიძლება შესაძლებელი იყოს. ყოველ აფთიაქში მოიპოვება ასეთ საშუალებათა ფართო ასორტიმენტი და განსაკუთრებით პოპულარულია ეგრეთ წოდებული სპირალი. გვეუბნებიან, რომ ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებების გამოყენების დროს არ ხდება ნაყოფის, ანუ ქრისტიანული სწავლებით ადამიანის მკვლელობა. მართალია კი ეს? პასუხი. ფარმაცევტები, რომლებიც ამ საშუალებას ამზადებენ და ექიმები, რომლებიც მათ პრაქტიკაში ნერგავენ, მალავენ ასეთი პრეპარატების ზეგავლენას. აქვთ სახელწოდება ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებების სინამდვილეში შესანიღბადაა გამოყენებული. არც ერთ ასეთ საშუალებას არ შეუძლია ჩასახვისაგან სრული დაცვის გარანტირება და ამიტომ ისინი ნაყოფის შემდგომი მოკვდინებისკენაა მიმართული. ასეთ საშუალებათა უმეტესობა საერთოდ არ აქვს პირდაპირი კავშირი ჩასახვასთან და ცოცხალი ემბრიონის მოსაკლავადაა გამიზნული. ყველაზე ხშირად ეს საშუალებები ემბრიონს სწამლავს. რაც შეეხება ეგრეთ წოდებულ სპირალს, აქაც ასეთივე სიცრუეა. სპირალი ხელს უშლის არა ჩასახვას, არამედ ემბრიონის უკვე განაყოფიერებული უჯრედის გადაადგილებას. ქრისტიანული ანთროპოლოგიის ენით თუ ვილაპარაკებთ, ხდება მკვლელობა უკვდავი სულის მქონე ადამიანისა, რომელსაც ჯერ კიდევ არ აქვს განვითარებული სხეული. ემბრიონს ართმევენ საარსებო გარემოს, რომელიც აუცილებელია მისი განვითარებისათვის და რამდენიმე დღეში ემბრიონი იღუპება. მაგრამ თუ სპირალის მიუხედავად ემბრიონი მაინც ინერგება დედის სხეულში, სპირალი მის მოწყვეტასა და გამოდევნას ემსახურება. ხდება მკვლელობა, რომლის შესახებ ქალმა შეიძლება არც კი იცოდეს და ეს მას ფიქრადაც არ მოსდიოდეს. ცოცხალი ნაყოფი მის სხეულში მექანიკურად ან ქიმიურად იკვლება. ამიტომ ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებები მეტწილად მინი აბორტს იწვევს და ამით ჩვეულებრივი მკვლელობისაგან არ განსხვავდება. კითხვა. ეს იმას ნიშნავს, რომ აბორტი და ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებები უნდა გაუთანაბროთ ერთმანეთს. დიახ, მაგრამ ერთი შესწორებით. ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებები გაცილებით მეტ სიცოცხლეს პოვს, ვიდრე აბორტი. ასეთი საშუალებების გამოყენებისას ქალის სხეულში წელიწადში საშუალოდ რამდენიმე ჩასახვა და მასშტაბსადამე რამდენიმე მკვლელობა ხდება. სამწუხაროდ ქალების უმეტესობას არ ისმის, რომ როცა ისინი სპირალს ყიდულობენ, უკვე პოტენციური მკვლელები ხდებიან. მართალია ეკლესია კრძალავს ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებების გამოყენებას, მაგრამ ზოგ მოდელს არ ესმის მათი მოქმედების მექანიზმი და თვლის, რომ თუმცა ეს სოდვაა, მაგრამ მკვლელობისა და სისხლის ზღვრის გარეშე და ამას უყურებს როგორც თანამედროვე ცხოვრების სასტიკ რეალობას, რომლიდან გამოსვლისა და რომლის ალტერნატივის პოვნა მას არ შეუძლია. ამიტომ იყო შემთხვევები, როცა მღვდლები
ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებების გამოყენების ნებას რთავდნენ თავის სულიერ შვილებს და ასეთ ქალებს ზიარების კურთხევასაც აძლევდნენ. აღსარებისა და ზიარების დროს ქალის საშოში ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებებით შეიძლება სასტიკი სიკვდილით კვდებოდეს მისი შვილი. ზიარება მკვლელობის დროს თანამედროვე სულიერი ცხოვრების საშინელი პარადოქსია. ეხლა ეს ორი კითხვა და ორი პასუხი გვეუბნება რა არის და თავის სახელს არქმევს ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებებს. სინამდვილეში ამას უნდა ერქვას მინი აბორტი. ემბრიონის მოკლა ან ქიმიურად ან მექანიკურად. ამიტომ ყველა ადამიანი, მით უმეტეს ქალი, უნდა ფიქრობდეს, თუ ასეთ რამეს აკეთებს, მისი ზიარება არ შეიძლება და არ უნდა გააკეთოს. ადამიანს რო შვილი ეძლევა, ეს არის ღვთის უდიდესი წყალობა. ამ წყალობას ადამიანი გაურბოდეს, თანაც მისცა ღმერთმა შვილი მოკლა, მისცა ღმერთმა შვილი მოკლა, მისცა ღმერთმა შვილი მოკლა, ეს უკვე საშინელი ამბავია და ღმერთმა ყველა ადამიანი ამისგან დაიფაროს. დღეს როგორც იცით, დავით გარეჯელის ენება ჩვენ მის ცხოვრება წავიკითხეთ ცოტა ხნის წინ. დავით გარეჯელი ითვლება თბილისის მფარველად, როგორც მოისმინეთ და მისი ლოცვებით ღმერთმა თუ კი ვინმეს ასეთი რამე გაუკეთებია სინამდვილე მისცეს და ვისაც არ გაუკეთებია, არასოდეს ასეთი საშინელება არ გააკეთოს. ამინ. ერთმანეთ აგლოცოთ და გავკურთხოთ.